ახლა კი ჩვენო უძვირფასესო და ერთგულო მაყურებელო მივყვეთ პარასკევის შუადღის ტრადიციულ განრიგს და ახლა დროა გავიგოთ რა იყო ყველაზე პოპულარული ამბავი ინტერნეტში, მე მგონი ყავსანს თუ არ ჩავთვლით სადმაყურდა. ველოდები ხახსენებს თუ არა რა ხდება შოუ-ბიზნესში რომელი ფილმის პრემიერა გველოდება და რომელი მეგა ვარსკვლავები მოეცნენ გასულ კვირას. ლევანის გარდა რა ხდებოდა Facebook-ზე. ამ ყველაფერს კი ჩვენი ძვირფასი საბა ხვედელიძე გვეტყვის, რომელიც ხმალ ამოღებული კი არა და პლანშეტ ამოღებული გველოდება. შუადღემშვიდობის. ჩვენ მედალებას ძალიან დიდი ხანია არ გვინახი ხარ და ამ რუბრიკის რომელი კაი ხანია არ მოგვიწია. არ ყოფილა ჩვენი ტანდემი. მოკლედ მიხეილ საგარელმა ურანს მოაქვს სიახლეები, მაგრამ სანამ ურანი მოიტანს, მანამდე მე მოგიტანეთ ინტერნეტ სიახლეები და გაგაცნობთ. მოკლედ ქუაჩელაზე ვისაუბრებთ და ძირითადად ვიქნებით მუსიკალურ ინდუსტრიაში. სავარაუდოდ ყველას ამოგიგდებდათ ვიდეოებს თქვენ for you-ებზე ან feed-ებზე ქუაჩელადან. ორი კვირა იყო. შენთვის ბიბეჩელა ზოგისთვის საბრინა ვუდი და ასე შემდეგ. ზოგისთვის strokes და მოკლედ გადასარევი ქუაჩელა იყო კი ბატონო. ეს არის ფესტივალი მუსიკალური, რომელიც შეერთებულ შტატებში ტარდება. აქვე აუცილებლად უთხრეთ მაყურებელს, რომელიც შეიძლება არ იცოდეს კი ბატონო. მასშტაბური ფესტივალია და აი ეს მოკლე შეჯამება მოგიტანეთ და ახლა მოდი გაგაცნობთ. ბრძოლა კარვებისთვის, საკვები ინტოქსიკაცია, რიგი საშხაპეებთან, შადრევნად ქცეული სცენა, ცუდი ინტერნეტი და მუსიკალური პერფორმანსები, რომელზეც მთელი სოციალური ქსელი ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობს. ეს ის მოკლე შეჯამება იმ ყველაფრის, რაც 2026 წლის ქუაჩელაზე დამსწრეებმა იხილეს. კალიფორნიის შტატში მდებარე ინდიოს უდაბნომ ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს წელსაც უმასპინძლა, თუმცა ღონისძიება ტრადიციულად ორ ნაწილად გაიყო: მუსიკალურ სანახაობად და სერიოზულ ლოჯისტიკურ გამოწვევად, რამაც მედიის ყურადღება არანაკლებ მიიპყრო. ფესტივალის ტერიტორიაზე წელს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ინფლუენსერების კულტურა და კორპორატიული გავლენები. მიუხედავად იმისა, რომ სამდღიანი ბილეთის საწყისი ფასი $649 შეადგენს, ფესტივალის მთავარი მიზიდულობის ცენტრი მაინც VIP ზონები და იქ შეკრებილი ვარსკვლავები იყვნენ. წლევანდელ ქუაჩელას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯეიკობ ელორდი, ჰეილი ბიბერი, ქეითი პერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოუს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. რამაც სოციალურ ქსელებში არაერთი დისკუსია გამოიწვია, ამ დიდრული ფასადის მიღმა კი რიგითი დამსწრეებისათვის ფესტივალზე ყოფნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ახლა შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ ვიდეო, სადაც ვნახავთ კაილი ჯენერის სახლს. და შეგვიძლია მე ვნახოთ კონტრასტი, თუ სად ცხოვრობდა კაილი ჯენერი ფესტივალის განმავლობაში, სად ისვენებდა, მოკლედ ესეთი მასშტაბური სახლი ჰქონდა და ეს არისო მისი სახლი. ეს არის მისი სახლი, აქ ისვენებდა ფესტივალის განმავლობაში, მოკლედ ძალიან დიდი ტერიტორია არის და მოიცავს ასეთ მასშტაბურ სახლებსაც კი და ერთ-ერთში იყო კაილი ჯენერი და შეგვიძლია ახლა ვნახოთ, თუ სად იყვნენ რეალურად სხვა დამსწრეები, რომლებმაც მხოლოდ $649 გადაიხადეს ფესტივალისთვის. ფესტივალის კონცეფცია ეს არის, რომ კემპინგი არის, მაგრამ კაილი ჯენერი მილიარდერია და შესაბამისად ცხოვრობდა კარობის ქალაქში ყოფილიყვნენ, სადაც აი ესეთი სიტუაცია იყო, ქარი ამოვარდა ერთ-ერთ საღამოს და წაიღო ყველას ასე საგულდაგულოდ აწყობილი კონსტრუქციები. მოკლედ, კარობის ქალაქში მცხოვრები ადამიანები და მათ შორის ცნობილი კონტენტ კრეატორი სემიანა მედიასთან საცხოვრებელ პირობების სიმკაცრეზე საუბრობენ. მართალია, ბევრმა მათგანმა საკუთარი სივრცე შეძლების და გვარად კომფორტულად მოაწყო, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ღამით გაუთავებელი რიგები, საშხაპეებთან და საბაზისო პირობების ნაკლებობა ფესტივალის განუყოფელ ნაწილად რჩება. ამასთან ერთად დამსწრეები აღნიშნავენ, რომ ფესტივალის ტერიტორია ზედმეტად კომერციული გახდა, რასაც სხვადასხვა ბრენდის, მათ შორის ავიაკომპანიების მოულოდნელი სარეკლამო ჯიხურებიც ადასტურებს. რაც შეეხება თავად ღონისძიებას, მთავარ მუსიკალურ ნაწილს, წელს ორგანიზატორებმა აქცენტი მასშტაბურობებსა და სიურპრიზებზე გააკეთეს. ისტორიული აღმოჩნდა კოლუმბიელი ვარსკვლავის კაროლ ჯის გამოსვლა, ის პირველი ლათინოამერიკელი ქალი ჰედლაინერია ქუაჩელას 27 წლიან ისტორიაში, რომელმაც თავისი პერფორმანსი ლათინოამერიკული კულტურის წარმოჩენას მიუძღვნა. მაყურებლისთვის ასევე მოულოდნელი იყო დეივიდ გეტას სეტი, რომლის დროსაც სცენაზე ჯენიფერ ლოპესი გამოჩნდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მედიის ყურადღების ცენტრში სხვა არტისტები მოექცნენ და მათ შორის არის მარიამის საყვარელი ჯასტინ ბიბერი. ჩემი საყვარელი არ არის ჯასტინ ბიბერი, უბრალოდ ძალიან პოპულარული. ისე დაკრძალებული, რომ აშკარად ჩემი საყვარელი. გამოსვლა. ძალიან ცნობილი. იცი რა არის, ეს არის
ბიჭი, მომღერალი, რომელთან ერთადაც გაიზარდა თაობა, მაგალითად, ჩემი შვილი ძალიან პატარა რო იყო, ბიბერის ყველანაირი სუვენირი მოგქონდა ყველა ქვეყნიდან და ეხლა უკვე 16 წლის არის და თან დიდხნიანი პაუზა ქონდა, ესეც ძალიან დიდი მოვლენა იყო მისი დაბრუნება და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ქონდა ამ ყველაფერს, რაშიც საბამ გამარკვია რამდენიმე დღის წინ, სხვათა შორის, რატო რთავდა YouTube-დან ამ ვიდეოებს, აი რაღაც კონცეფციას აბსოლუტურად განსხვავებული ქონდა და განხილვის საგანი ცხადია იყო. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ გაჯდა კონცერტზე და YouTube-დან ჩართო მუსიკები, თუმცა მას თავისი მიზეზები ჰქონდა, რა თქმა უნდა. მან რამდენიმე თვის წინ გაყიდა საკუთარი უფლებები საკუთარივე მუსიკაზე, შესაბამისად იმ ლეიბლისთვის მოუწოდა თანხის გადახდა ეს სიმღერები ლაივში რა შეასრულებინ, ამიტომ გადაწყვიტა რომ YouTube-ზე ჩაერთო და ამით აერიდებინა თავი გადასახადებისათვის და შესაბამისად ფანებსაც ასიამონა და თავადაც აიღო სრული ჰონორარი ამ კონცერტიდან და არ მოუწია რაღაც ნაწილის ლეიბლისთვის გადახდა. ძალიან ჭკვიანი მრჩეველები ყავს მას და ძალიან კარგი ხერხი იყო, მე აღფრთოვანდი ამ ხერხით. ნამდვილ და თანთა შენახსენე რომ აი თაობა გაიზარდა და მათ შორის გაიზარდა ბილი აილიშიც, რომელიც დღეს არის ძალიან პოპულარული მომღერალი, მაგრამ აი ჯასტინ ბიბერის სიმღერებზე გაიზარდა, ასე ვთქვათ და ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და სცენაზეც მიიწვია სცენაზეც ნამდვილად. მოკლედ, ჯასტინ ბიბერის შაბათის ჰედლაინერად გამოსვლა, ნამდვილად უკვე იქცა მოვლენად, რომელსაც უკვე არაოფიციალურად ბიბერჩელა უწოდეს მომღერლის პერფორმანს ფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია დაესწრო, მაგრამ კრიტიკოსების შეფასებები რადიკალურად ორად გაიყო. მუსიკალური გამოცემების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიბერის მინიმალისტური მიდგომა სცენაზე ზუსტად ასახავდა მის უახლოეს ალბომს და ქმნიდა მშვიდ მეგობრულ ატმოსფეროს. ამის საპირისპიროდ მაყურებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა და მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის სცენას ბევრად მეტი ენერგია და რთული დადგმა სჭირდებოდა. სოციალურ ქსელში აქტიურად ადარებენ მის გამოსვლას ბიონსეს 2018 წლის ლეგენდარულ პერფორმანსს და სვამენ კითხვას იყო თუ არა ბიბერის შოუ საკმარისად მომზადებული კოაჩელას იმ სტანდარტებისთვის, რომელიც ბიონსემ წლების წინ დაამკვიდრა. ჯასტინ ბიბერის მინიმალისტური სტილის სრული კონტრასტი იყო პარასკევის ჰედლაინერი საბრინა კარპენტერი, რომელმაც კალიფორნიის უდაბნოში ვინტაჟური ჰოლივუდი გააცოცხლა. მომღერლის შოუ სახელწოდებით საბრინა ვუდი კინოს ესთეტიკაზე იყო აგებული და მასში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა მიიღეს, როგორებიც არიან სემ ელიოტი, სიუზან სარანდონი და უილ ფარელი. გარდა ამისა იყო სიურპრიზებიც. საბრინა კარპენტერთან ერთად სცენაზე პოპის დედოფალი მადონა ვიხილეთ, რომელმაც ახალგაზრდა არტისტთან ერთად მაყურებელს თავისი ლეგენდარული სიმღერები შესთავაზა. ამ გამოსვლით საბრინა კარპენტერმა შეასრულა თავისი 2024 წლის დაპირება, როდესაც სცენიდან განაცხადა, რომ შემდეგ ჯერზე ფესტივალს სწორედ ჰედლაინერის სტატუსით დაუბრუნდებოდა. მისი პროგრამა დატვირთული იყო რთული ქორეოგრაფიით და თეატრალური ელემენტებით, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ამჟამინდელ სტატუსს პოპ ინდუსტრიაში. საბოლოო ჯამში 2026 წლის კოაჩელამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღონისძიება დიდი ხანია გაცდა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალის ფორმატს და მასშტაბურ ინდუსტრიულ მოვლენად ჩამოყალიბდა. მართალია ფესტივალს არ ჩაუვლია ლოჯისტიკური ხარვეზების გარეშე, ძლიერი ხარის გამო გაუქმდა იტალიელი დიჯეის კონცერტი, პარასკევის სცენაზე კი მუსიკალური აპარატურა ჩამოვარდა, თუმცა მსგავს მოვლენებს საერთო სურათი არ შეუცვლია. კოაჩელა კვლავ რჩება იმ უნიკალურ სივრცეც, სადაც კორპორატიული ინტერესების, სოციალური იერარქია და მაღალი ხარისხის მუსიკალური პერფორმანსები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. მოკლედ ასეთი იყო 2026 წლის კოაჩელას მოკლე შეჯამება. ნამდვილად მიუხედავად იმ პრობლემების, რაზეც შენი საუბრე, საბა დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი კოაჩელას და სხვა შორის მადონამ დაანონსა თავისი ალბომის სწორედ კოაჩელაზე გამოსვლის შემდგომ და მე პირადად ძალიან ველოდები მადონას ალბომის მეორე ნაწილს. მოკლედ ახლა კოაჩელაზე ვსაუბრობდით და კოაჩელას ერთ-ერთი დამსწრე ვახსენეთ და კეით პერი იყო თავის ახალ მეორე ნახევართან ერთად, ჯასტინ ტრუდოუსთან ერთად და სხვა შორის კეითი პერის ირგვლივაც რაღაც სკანდალები დატრიალდა და ახლავე გაგაცნობ თუ რა ხდება. კეითი პერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებები. სკანდალური განცხადება ავსტრალიელმა მსახიობმა და მოდელმა რუბი როუზმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ინციდენტი დაახლოებით 20 წლის წინ მელბურნში მდებარე ღამის კლუბ Spice Market-ში მოხდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებში როუზი დეტალურად აღწერს შემთხვევას, მისი თქმით, კეითი პერი მასთან მივიდა და უხამსი ფორმით ფიზიკურად შეეხო. როუზი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე საჯაროდ საუბრისთვის მას თითქმის 2000 წლეული დასჭირდა, რადგან ქალის მხრიდან განხორციელებული სექსუალური ძალადობის მხილება ფსიქოლოგიურად ბევრად რთული აღმოჩნდა.
კეითი პერის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბრალდებებს დაუყოვნებლივ უპასუხეს და მათ კატეგორიულად მცდარი და საშიში სიცრუე უწოდეს. საპასუხო განცხადებაში ხაზგასმულია, რომ Ruby Rose სოციალურ ქსელებში ცნობილი პირების წინააღმდეგ მსგავსი მძიმე ბრალდებების გაჟღერების დოკუმენტირებული ისტორია აქვს, რაც სხვა შემთხვევებშიც არაერთხელ უარყოფილა. მიუხედავად სკანდალური განცხადებებისა, Ruby Rose სამართალდამცავ ორგანოებში ჩივლს არ აპირებს, სახელი ამტკიცებს, რომ მომხდარს მრავალი თვითმხილველი ჰყავს და არსებობს ფოტომასალაც, რის გამოც დარწმუნებულია, რომ პოპ-ვარსკვლავი მას ცილის წამებისათვის სასამართლოში ვერ უჩივლებს. Rose ასევე აღნიშნა, რომ 2010-იან წლებში მათ შორის რთული ურთიერთობა არსებობდა. ფერი მას ამერიკის ვიზის მიღებაშიც კი დაეხმარა, თუმცა ამჟამად მსახიობმა დუმილის დარღვევა მიღებული ტრამვების გადასალახად გადაწყვიტა. მოკლედ ესეთი არის კეითი პერის ირგვლივ დატრიალებული ახალი როაკოცა ტრუდოსთან ერთად რო აღმოჩნდა. გავიგე ყველაფერი მედიის ყურადღების ცენტრში ამაგრებს სექსუალურ შევიწროებას ნამდვილად არ ველოდი. კიდევ რა ამბები გქონდა? ახლა უნდა გადავიდეთ საკმაოდ მძიმე ამბავზე. მოკლედ ამერიკელ მომღერალს ლოს-ანჯელესის სასამართლომ მკვლელობის, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისა და ცხედრის შეურაცხყოფის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წარუდგენა. დეივიდ ენტონი ბერგს ბრალი ედება 14 წლის სელესტ ერნანდესის მკვლელობაში, რომლის ცხედარიც გასული წლის სექტემბერში მომღერლის კუთვნილი ავტომობილის საბარგულში იპოვეს. გარდაცვლილი გოგონა სწორედ მაშინ იპოვეს, როდესაც არტისტის კარიერა პიკში იყო, სოციალურ ქსელებში მილიარდობით მოსმენის შემდეგ ის მსოფლიო ტურნესთვის ემზადებოდა. თუმცა ჰოლივუდ ჰილში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილმა ავტომობილმა მომღერლის კარიერა თავდაყირა დააყენა. გამოძიების მასალების თანახმად, მსხვერპლი, რომელიც 2024 წლიდან რამდენჯერმე იყო გამოცხადებული დაკარგულად, ბოლოს სწორედ მომღერლის საცხოვრებელ სახლში ნახეს. საქმეში ერთ-ერთ საინტერესო დეტალად ფიგურირებს იდენტური ტატუ, რომელიც როგორც გარდაცვლილ გოგონას, ისე თავად ბრალდებულ საჩვენებელ თითზე აქვს. ამ კვირაში გასაჯაროებული ავტოპსიის დასკვნით გინდება, რომ სიკვდილის მიზეზი მუცლისა და გულმკერდის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობა გახდა, რამაც შინაგანი ორგანოების, მათ შორის ღვიძლის დაზიანება და ნეკნების მოტეხილობა გამოიწვია. სამართალდამცავებმა მომღერლის სახლიდან უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ციფრული მონაცემების შემნახველი მოწყობილობები, რაც საქმის მთავარი მტკიცებულებაა. 23 აპრილს გამართულ სხდომაზე პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიების ხელთ არსებული 40 ტერაბაიტი მოცულობის მასალიდან დგინდება, რომ ბრალდებულის მობილურ ტელეფონში მკვლელობის მტკიცებულებებთან ერთად არასრულწლოვნების მონაწილეობით შექმნილი დიდი რაოდენობით აკრძალული ციფრული კონტენტი ინახებოდა. ბრალდების მხარის ვერსიით დანაშაულის მოტივი შურისძიება და კვალის დაფარვა იყო. პროკურორის განცხადებით, გარდაცვლილი მოწმე იყო სხვა საქმისა, რომელიც მომღერლის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა. გოგონა აპირებდა საჯარო დელაპარაკა მომხდარზე, რაც არტისტის რეპუტაციასა და მუსიკალურ კარიერას საფრთხეს შეუქმნიდა. მომღერლის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის ფონზე მასთან თანამშრომლობა და სარეკლამო კამპანიები უკვე შეწყვიტა ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არიან კროქსი და ჰოლისტერი, პარალელურად დეივიდ ბერგმა კი ცნობილი ადვოკატი ბლერ ბერგი დაიქირავა, რომელიც წარსულში ისეთი ვარსკვლავების ინტერესებს იცავდა, როგორებიც არიან ბრიტნი სპირსი, მელ გიბსონი, რის უიზერსპუნი და ჯენიფერ ენისტონი. ამჟამად არტისტი პატიმრობაში გირაოს უფლების გარეშე იმყოფება, წარმოდგენილი ბრალდებები ითვალისწინებს უვადო პატიმრობას ან განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით სიკვდილით დასჯასაც კი. საქმეზე წინასწარი მოსმენა 1 მაისს გაგრძელდება, სადაც გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს. მოკლედ ასეთი იყო. რა კარგად დაიწყე და რა საშინელი ამბით დაამტყურე საბა. მოგვიწე, ესეც ერთ-ერთი პოპულარული ამბავია. კარგად წყობა შეგიქვრის. კაი, მადლობა საბა, ძალიან დიდი.